მოგესალმებით მეგობრებო, მე ახლა მინდა ერთ პატარა ვიდეო გადავიღო ამ ლამინატის გაგებასთან დაკავშირებით რა. ლამინატი სწობა ლამაზი არის, რომ დასუფთავდება და რაღაცა ძალიან ლამაზი გამოვა საბოლოო ჯამში, მაგრამ ნახეთ რა მინდა რომ გითხრათ რა, ეს ლამინატი რო იგება კედელთან უნდა დარჩეს აუცილებლად ეს ზაზური რა, განვიცით რომ ლამინატი სიცხეზე და სიცივეზე ფართოვდება, იკუმშება და მოძრაობს რა და აქედან გამომდინარე, შეხედეთ როგორ ახლოს არის მისული ლამინატი კედელთან, არის ძალიან პატარა შოუ დატოვებული, აქაც ძალიან ახლოს არის მისული კედელთან, აქაც იგივე სიტუაცია არის, აქეთ ვაფშე ჩაჭრა არ აქვს, მთლიანად მისული არის კედელთან და აქაც ჭრები არ ვარდა. ძალიან ახლოს არის. შეხედეთ. აი ესეთი დაგებული ლამინატი, ვიცი, შეიძლება რა. ასეთ ნამუშევარს ვერ უწოდებ და არ შეიძლება მოხმარებელი ასე გაწირო რა. ეხლა ეს შეიძლება თოთა განმავლობაში გაიწიოს და მერე მოხდეს საოლალო შედეგი და ამოიბურცოს, ამოიყაროს ეს ლამინატი. ასე რომ ძალიან ყურადღებით იყავით, როცა ობიექტზე მუშაობთ და ლამინატს აგებთ. შეიძლება მოხმარებელი ვერ ერკვევა ამ დეტალებში, მაგრამ თქვენ ხართ ხელოსნები, ხომ იცით რომ შოუ აუცილებლად უნდა დარჩეს კედელთან და თქვენ კიდე რა მუშაობთ, არ ტოვებთ ამ შოუს. აი აქაც ახლოს არის დატოვებული ძალიან მოკლედ მე დამუშავეთ უკმაყოფილო ვარ. აი აქაც არ არის დატოვებული შოუ არსად რა. ნახეთ როგორი ეს არის. აქაც შეხედეთ, საერთოდ კედელთან არის მიჯენილი ბოლომდე. რა ვიცი. ასეთი გულატკენი გენშვიდობებით ყველას. აბა წარმატებები მოგისურვოთ ასევე ყველას.